დღეს რა საპირე? რავი, ნინი უნდა ვნახო, პაემანი გვაქვს და. მაგიტომ ხარ ესე გამოფრანჯული. ხო, იცი როგორ მევასება. პროსტად მიყვარს. ძლივს დავითანხმე, რომ დღეს შევხვედრილი იყავით რა. აუ მე კიდე მამა ჩემის კომპიუტერში გერმანული პორნო ვნახე და დისკზე ჩავწერე. გერმანული პორნო? დღეს ღამე მარტო რჩები სახში და მეგონა ჩაუსხდებოდით. ალო, ნინი, ხო, მე ვარ. მაპატიე, არ მცალია, დღეს რაღაც საქმე გამომიჩნდა და ვეღარ შევხვდები. სადი შევხვდები. ბიჭო, მამა ჩემის კომპიუტერში ფოლდერი იყო, რაღაც ბუღალტრული ხარჯთაღრიცხვები იყო. ლადოსაც უთხრათ და ერთად ვუყუროთ. ლადო რა თქვინდა? მაგან ხო იცი გერმანული იცის და რასაც ვერ გავიგებთ, ყველაფერს გადავუხარებთ. ხო, მართალია. თანცი ვინ მონაწილეო? აი ის გოგო იმ პორნოში ყვა. არალეგალი ქალიომ ჩამოდის და საზაზღვრო პოლიცია როიჭერს. აუ, ეგ რა მაგარია. ძალიან მაგარია. კიდე ჩემი. ხო, დედა. კი, მალე ამოვალ. კურსაც ამოვიტან. ხო. წახვედით? ხო. არ ინერვიულო არაფერზე. კაი, მალე ავალ. კაი. ხო. წავედი, ჩქარა სახლი მარტო არის და როდესაც წავიდნენ არც არაფერი აიღეს, არც შეჭამეს არაფერი. ეს რა არის? გამოხილება ხო არა აქვს ნეტა? ვაიმე, ეს რა არის უკაცრავად? არიცით რა არის? ვაიმე, უკაცრავად. რა არის არიცით ეს? ეს ჩვეულებრივი დისკია. გამოსხივება ხო არ აქვს? არა მგონია. არა? მე ჯანდება მაგათ თავს შევინახავ იქნება. მოაკითხო მე. რა ვიცი ეს ახალგაზრდები რაზე ფიქრობენ? მაგათ ტვინში ჩამახედა რა. აუ, სად დავდე? ნიკა ჩქარა დაგაგვიანდება. ვაი, დამაგვიანდება. ნიკა არც ისე ძალიან დაგიგვიანებია, ჩქარა. კარგი რა დედა რა, სანამ მე ხელპირს დავიბან, მე ჩავიცვამ, შევჭამ, ცოტას წაუძინებ, აიპედით ვითამაშებ, რაღაც რექნება სკოლაში წასვლა. ნიკა, დადეგ აიპადი და ჩალაგე წიგნები, გაგვიანდება. ელენე, რატომ არ დარეკა მახვიცარა? არ დამიყედებია და როგორ დარეკავდა? ბოდიში. ჩემი ბეჭედი არ გინახავს? არა. ბოდიში. ელენე, მე ჩქარება ძალიან სამსახურში და გიხვეწები მაჭამე რამე რა. აი, ქათმის ბულიონია და ჭამე. აკა? ელენე, ეს იმდენი ხანია დევს აქ, რომ ქათმის ბულიონი კი არა, სოკოს სუპია უკვე. მაცივარში ვნახავ რამეს. ისე რა არის რა, როგორ არავის არ გაგვეღვიძა, ჰა? როგორ არა, მე გამეგვიძა. ოღონდ იმას ხوار გეტყვით, დროზე ადექით სკოლაში მაგვიანდება თქო. არ გვეტყოდი ხო და თუ არ გვეტყოდი, ეხლა კარზე ზარია მიდგა გააღე. აუ დედა, ხედავ, აი კიდე ერთი საქმე დამემატა. კარზე ზარია გააღეო, ვერ მოვასწრებ სკოლაში წასვლას. ადექი პო? ო, ავდექი რა, ვერ ხედავ რა ავდექი? რა გჭირს? არაფერი მაპატიე შერაშუაში ხარ. რა ვიცი, რაღაც სულელური წიგნი წავიკითხე და მომეშალა და ოჯახია, ახალგაზრდა ოჯახია, წარმოიდგინე ახალგაზრდა ცოლი და ქმარი და ეს ცოლი ამ ქმარს ღალატობს ვიღაცასთან და ეს ქმარი კიდე ვერ ხვდება რა. კარგი, პატა, ესეც სისულელეებზე ნუბრაზდები. ხო, რა ვიცი, თეკლა მართალი ხარ ხო, რა ვიცი, მართლა რას ვეცე, ნამდვილი ამბავიაო, ეგრე წერია და რა ვიცი ისე. მოცა რა სისულელეო, რას ქვია, სისულელე თეკლა? სისულელეა ეხლა ეს ცოლი რო ქმას ღალატობს და ეს რო ვერ ხვდება, ეგ არის სისულელე?
თეკლა რა ხდება თეკლა? პაატა. პაატა კი რა ერთი შემომხედე შენ რაღაცა ვერ ვცნობ მე. მაკიაჟი გავიკეთე და ეტყობა იმიტომ ვერ ვცნობ. არა სერიოზულად გეკითხები შენ რაღაცა ხდება და რას რაღაცას მიმალავ და რას მიმალავ ძალიან გითხო მოდი ახლა დავალაგოთ ყველაფერი რა ხდება მითხარი. ეჭვიანო პუ რა საყვარელი ხარ? მე ვარ საყვარელი? აბა ქმარი ვინ არის? გეკითხები მე თუს ქმარი ვინ არის თეკლა გეკითხები თეკლა რა ხდება მეთქი მითხარი ახლა რაღაცას მიმალავ შენ. მომისმინე მეორედ ნერვები რომ არ მოგეშაოს ხალხური ზღაპრები წაიკითხე პაატა. აჰა პაატა გავხდი ახლა ხო? პაატა გავხდი არა ადრე პუს მეძახდი და ახლა პაატა გავხდი რატომღაც? რაღაცა ხდება მე შენ გელაპარაკები თეკლა მითხარი რა ხდება მეთქი გეუბნები. ჩემი ეჭვიანი პუ მოიცა პუ ხარ თუ ოტელო? თეკლა არ ვიცი მე ოტელო არ ვიცი ოტელო მაგრამ ოტელოს ნუ მეძახი ერთი წუთი მომისმინე სერიოზულად ადრე დღეში 50 ჯერ მაინც მეძახდი პუს ეხლა დღეს დამიძახე 53 ჯერ რატომ გეკითხები მაგრამ ჯერ დილა პაატა პუ აჰა გამოვიდა 50 აჰა მეხუმრები კიდეც ხო მეხუმრები ხო შენ ნერვები არ მომიშალე ხლა რაღაცას მიმალავ და გეკითხები მიპასუხე მეთქი რას მიმალავს არ ვიცი რაღაცას მიმალავ შენ მე თეკლა და შენ დაიმასო ერთი რაღაცა რომ პაატა ფერაძეს თვალებში ნაცას ვერ შეეყრი იმიტომ რომ ხშირი და სქელი სამწამები აქვს და არ მიუშვეს რა სერიოზულია ჩემი ოტელო ოტელოს ნუ მეძახი ოტელოს ნუ მეძახი გითხარი მე შენ დაჭიქი ერთი წუთი რომელ სალზე მოხდი გუშინ სახში ზუსტად არ მახსოვს მაგრამ შენზე ადრე მე მოვედი მე ვერ მეტყვი ნორმალურად მე ჩემზე ადრე რომ მოხდი რატო შენ თვითონ არ დამირეკე და რატო არ იეჭვენე სათხარ აქამდეო რატო არ მითხარი რა არის აღარ გიყვარვარ ხო მიპასუხე პირდაპირ აღარ გიყვარვარ ხო ძალიან მიყვარხარ სულელო სულელი ვარ აბარა ვარ სულელი ვარ აქამდე ვერ ხვდებოდი რომ რაღაც ხდებოდა და რომ იმალავდი რაღაცას გეკითხები და ეხლა მიპასუხე ვინ არის ეს მაღალი ქერა სიმპათიური ცისფერთვალება ბიჭი მითხარი სახელი გეკითხები დროზე ვინ ქერა პაატა ეგეთი არავინ არ არის აჰა აი ხედავ წამოხსდა ხო ესე იგი დაბალია სუქარი შეუხედავ ღიპიანი და ხარ დროზე მითხარი სახელი რა ქვია თეკლა გეკითხები ვის რა ქვია პაატა ვის რა აჰა იმდენი არიან რომ ვეღარ იხსენებ იმდენი არიან სახელებს ვეღარ იხსენებ ხო მენ მოემზადე შემაფასე ელენე მოძაძღული პერანგი გაცვიოთ შარვალს არ უხდება და ფეხსაცმელებიც ცუდია ჩაცმულობაზე კი არ გეკითხები გუშინ გავიდა ჩემი სერიალი ეთერში და მაინტერესებს აზრით მაინტერესებს შენი ესე პერანგს არა უშავს არ გინახავს ელენე ვნახე როგორ არ ვნახე ბატონო ფრიდონ ვნახე უბრალოდ თვალები მქონდა დახუჭული და არ უსმენს ჩემი სატელევიზიო დებიუტი გამოგიტოვებიაში ლაშა შენ ხომ ნახე ჰა ნახე ბატონო ფრიდონ ნახე კი მაგაზე არ გეკითხები კაცო მოგეწონა რა სერიალი ხო მომეწონა რა რომელია ბატონო ფრიდონ მომეწონა კი არა ხალხად მასეცა ჰა ავტოვანდი თქვენი არტისტიზმი და როგორ ფლობთ ამ მიმიკებს რა მიმიკებს რა მიმიკებს კაცო ნიღბით ვიყავი და რა მიმიკებს ო ნიღბი მაინც ნიღბიდანაც კი ჩანდა და ის როგორ თქვი? როგორ იყო? ხო. და აბა რა თქვი? რა თქვი? არჩენი ნახავს ლაშა. არა. არ მინახავს ბატონო ფრიდონ, იმიტომ რომ სხვა არხზე იყო ძალიან კარგი ფილმი ის რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო თამაშობდნენ და რობერტ დე ნიროს და ალ პაჩინოს უყურე. მაიზერ კვანჭიანს და ფრიდონ შვანგირაძეს არა, ხო? ხოჭა. ვიფიქრე შევალ. ცოტა შემაქებენ ჯანსა კრიტიკას მოვისმენ მეთქი, მაგრამ რა?
წავედი მე წავედი. არა რა კარგი სერიალია ისი. მე-13 სერიაში ვკვდები. ხო. მე რეჟისორს პატარა პატივი ვეცი და მე-15-ში ბრუნდები. ხო. წავედი მე, წავედი და სირცხვილი თქვენი მე. თქვენია. დედა, არც მე არ მინახავს ფრიდონის სერიალი და მცხვენია. სკოლაში როგორ უნდა წავიდი არ ვიცი, ყველა მაიზერ კემულარიაზე კვანჭიანი თქვა კაცმა. კვანჭიანზე ილაპარაკებს. ნიკა, მორჩი ახლა მაიმუნობას და დროზე მოემზადე გეჩქარება. უიმე, ელენე, მეც მეჩქარება უნდა გავიქცე, თორე თუ დავაგვიანე სამსახურში მომკლავს ნუნუ რა. ნუნუ რატომ მოკლავს, ლაშა, უფროსი ხო შენ ხარ. მართლა მიდი გაიქეცი. ნიკა, მე აბაზანდა რომ გამოვ მზად დამხდი. რამდენჯერ შეიძლება კაცო, რამდენჯერ შეიძლება გამოვიდე. ლები დამიწერე ყველა სიცო. ოტელო, კარი გააღე. და შენ თვითონ გააღე კარი. და ვის უყურებ ამდენი ხანი ამ სარკეში ოთხ ხარ გეკითხები ვის უყურებ ამდენი ხანი. ჰა? მზად ვარ კრიტიკისთვის. დავით მე. ისა ბატონო ფრიდონ ნუნუ ქვემო ცხოვრობს ნუნდეი და შეგეშალათ. რა ნუნუ კაცო სერიალზე გეკითხები არ უყურეთ. ჩემ სერიალზე. ჰა? არ უყურეთ. მოდით მოგილოცოთ ბატონო ფრიდონ, მოდით მოგილოცოთ. ერთი წუთი გილოცავ, ნორმალურად მომალოცინე ბატონო ფრიდონ. გეყოფა. აჰა, გასაგებია გილოცოთ. ბატონო ფრიდონ, არ გინახავთ ხო? კი, ვუყურეთ, მე და ლაშამ ვუყურეთ კაფეტერიაში. მათ ლაში და მოიცა ლაშა მითხრა არ მიყურებიაო და როგორ უყურეთ აბაშენ? თქვენ ჩვენი ლაშა გგონია და არა სხვა ლაშა. ვინ არის სხვა ლაშა თეკლა? პატა, აგიხსნე. რა სამიხსნე ერთი წუთი ბატონ ფოდიში თქვენთან რაღაც რა ვინ არის სხვა ლაშა გეკითხები? მე გეტყვით ისა. ვინ არის სხვა ლაშა თეკლა ნერებს? ვინ არის სხვა ლაშა ვინ არის გეკითხები? კარგი, ვაღიარებ არ მიყურები. მივხვდი. არ გიყურები. ეგრეა, ყოჩახ შენ თეკლა როგორ არც ხვედია, შენი უახლოესი მეგობარი გამოდის ტელევიზორში, შენ კიდე არც გიყურებია და არც უყურებ. ყოჩახ შენ უყურებ? ჩემზე ნუგად მოგაქვს საუბარი ძალიან ხო, ჩემზე ნუგად. მე ვერ ხვდები ჩემამდე არ დადის როგორ შეიძლება ამას არ უყურო. კარგი, ნუ ბაქი ბუქოფ არ ჩემ გინახავს ახლა რა. არ მინახავს ბატონო ფრიდონ, მე მინდოდა ყურება, მაგრამ ტელევიზორი არ მუშაობს, კი არა, არ მაქვს და აბა არ მაქვს ტელევიზორი მე და აბა ეს რა არის? ვაიმე რა ბატონო ეს პულტი ამაზე ხით ეს არაფერი პულტია ბატონო ფრიდონ ეს ტელევიზორი არ გაქვს აბა ეს რა ბატონო აი რაზე მიკითხებით ბატონო ფრიდონ ვერ ხვდები რა აი ჩართულია რა ეს ბატონო ფრიდონ გაფუჭებულია თორე ახლა აბა ეს რა ტელევიზორია გაფუჭებული რო აბა რაღაც ვარ რა არის გაფუჭებული ჩართულია და უშვენებს ვაიმე ბატონო ფრიდონ გეუბნებით გაფუჭებულია და ისე ნუ ის და თუ დავამტვრიო ახლა რა როგორ მიხაროდა ამ სერიალში რომ იღებდნენ ვიფიქრე ჩემს ახლობლები ნახავენ გაუხარდებათ მეთქი მაგრამ არავის არ გინახავთ წავედი არა მთლად ეს მოიფიქრეთ წავედი როგორ დამწყვიტეთ გული თქვენ ფათეგრეს მოიფიქრეთ რომ არ გვინახავს იტომ თეკლა ეს რა იყო რა იყო? აი ეს რა გააკეთე? შეგონია ვერ დავინახე ფრიდონს რო გააყოლე თვალი, ჰა? შეგონია ეხლა მე ვერ დავინახე ფრიდონს რო გააყოლე თვალი და რა ხდება? და წიგნი აღარ წაიკითხო მოდი რა. ბატონო? კი 2 წუთში მზადვიქნები და გამოვა. სად 2 წუთში იქნება? მომეცია ყურმილი. შენ მომიხსნე ვიღაცა ხარ და სადღაც ხარ. აქ მეორედ აღარ დარეკო თორე გაშლი ხელებს გიყაყუნებ სახეში მოშე. აი შეშე. ელენე შენ ხარ? ნუნუ ვარ მე. მე ვარ ნუნუ ხო? სულ თქვენ ამოწყდით ერთ დღეს, აი ნუნუ.
ბოდიში. ვერ მითხარი ელენე თუ იყურას გამომალანძღინი ეს გოგო. ხო და მე და ელენე მივდივართ რაღაცების საქმრად და შემოგვიანდება. ერთ წუთი მოიცადება. თეკლა ქალის სუნა მორატო გასხია მიპასა. და დავისხი. დასმა ვიცი მე რაც არის, მეც დამისხავს ქალის სუნამოს სხვათა შორის და ვიცი როგორც უნდა ქალის სუნამოს დასმა. აქ არის გაჟღენ თვილი თვებში. რა გინდა რომ ყველა საქმე ცხვირი აეწოს და ყველამ შენ მოგაქციოს ყურადღება, თეკლა რა გინდა ვერ გავიკე, ჰა? და გეუბნები წიგნი აღარ წაიკითხო. მე კიდე შენ გეუბნები, შენ პაატა ფერაძე სიცოდე დაიმახსოვრე, თავზე ქებს ვერ დაადგა, იმიტომ რომ არ ვარ მე მაგის ღეში და მეორე წეთი არც მომიხდება. გაიგე შენ? ხორჩინე, ნახონდის. ო, და 20 წუთზე სახში იყავი. 20-ზე კი არა 17-ზე. 17-ზე. სამწუთში ისეთები გამიგია და მინახია რას ლაპარაკობს. ნიკა ისწავლე? კი. მოდი ჩამაბარე. მოიმზადე? დაიწყე. დედა, შეიძლება დღეს კატო ჩვენთან რო დარჩეს? იცი რა, კარგია, მაგრამ ცოტა საწალსახეს თუ მიიღებ, უფრო გაიქნება. დაიწყე. შეიძლება კატო ჩვენთან რო დარჩეს? შეიძლება კარგი იყოს, არ ვიცი. მე მგონია რომ ეს არ გამოდგება რა. პატარა ვარ, დიდი რომ იყო ჩემთან დაგიტოვებდი. ისე დიდი რომ იყო ძიძარაში დამჭირდება. მაშინ დებილი დიდი უნდა ვიყო. დებილი რომ იყო. შენ მოიფიქრე რა. მე რაც მოფიქრებული მქონდა წინა დარჩენაზე დავხარჯე. ლოგინის ქვეშ რო შეძრე და იქ დარჩე. გაგიჟდი ნიკა, გავიგუდები. მე ამ ხელას ხო ირისთვის გა. პოლიციაში გიჩვენებ და დაგიჭერენ ბავშვისადმი არაადამიანური მოპყრობისთვის. ნუ სასამართლომდე არ მოგიწევს იმაზე ფიქრი, სად უნდა დაიძინო. ნუ თუ დაგიმტკის და სასამართლოს შემდეგაც. მოიცა რა. ბაბი სადარბაზო და რაღაც ხმებია, მე მგონი ელენე მოდი, მიდი საწყისხი. შავი ძა. მოვედი. ოცა. დატო ისეთი გამხდარი ხარ ვერ გამჩნევენ დარჩინამდე ხაინც გინდა ნიკა ვეულები მოგიტანე სკოლისთვის ხო შედა თავისთვის ტანსაცმელები კიდე ჩემთვის კიდე ვეულები მომიტანა ნახე ისეთი გამხდარი ხარ ვერ გამჩნევენ კატო ნიკამ თუ ისწავლა შეგიძლია წახვიდე ისედაც მთელი დღე აქ ხარ არა იცი რა ჯერ არაფერი არ უსწავლია ძალიან ბევრი აქვს სამეცადინო ალბათ ძალიან გვიანობამდე მომიწევს აქ ყოფნა ძალიან გვიანობამდე და სახლში როგორ უნდა წავიდე მე არ ვიცი ტრანსპორტიც აღარ იქნება ხო კარგი როგორც გინდა თეკლა ეს ფერი ჯობდა თუ მეორე რა თქმა უნდა მეორე აბა ეს რატომ აყიდინე ელენე ეს მეორე მე მომწონს და ეხლა 2001 წლით ხო არ ვიყავ შაქარი ლაშა ის ქიშმიშები არ ნამცხარი გამოაცხვე გამოვაცხვე და გავყიდე კიდეც და უყურადღებო ხარ რა ლაშა რა ბეჭედი დავკარგე ელზამ რომ აჩუქა ვერცხლის ბეჭედი ეთყობა ცომში დამრჩა არ უნდა იფიქრო რომ ადამიანს კითხო რაღაცა მოიწერეთ ნუნუ ბიჭო ცომში რანაირად დაგჭებოდა დღეს არაფერი გაგიკეთებიათ და მე არ გამიკეთებია არაფერი იმდენ დამცხვარს და კრემს ვინ გაუსინჯა გემო შეგონე მეხარისება გული მაქვს მომსუყებული მეტა საწავი მაინც ვიცოდე რომელ ნამცხვარში დავეწავალ კითხავ ხალხს მოდით ნუნუ ბიჭო მოდით ვინ ხალხს კითხავთ რას ლაპარაკობთ კლიენტებს არ კითხოთ ნამცხვარში ვეძებ იმას რა ქვია ხო არ გიპონიათ ბეჭედიო არ გამაგიჟოთ ეხლა არ გადაგა არა ლაშა მაგას როგორ ვეტყვი არ ტყდება მე რეტაციაობა არა ვეტყვი რომ უბრალოდ თმან რაღაცა ჩამივარდა და იმას ვეძებ ნუნუ ბიჭო არ უთხრათ არც ეგ არ უთხრათ არ გადამრი ვაიმე საწავი და ვიცოდე მაინც ვინმე მხარ გადაყლაპა ლაშა ხედა ინდა დაყლაპა ეხლა ამის ბეჭეს იმხელად ითები აქვს სამაჯურივით ეკნება ისე პრინციპში ეხლა მე ვის თითებზე ვლაპარაკობ დახვალებთ ხო ყელზე დაგადგათ ხო რაღაცა დაახვალებთ უბრალოდ გაციებული ვარ. ბიჭო, მოდი. ჯამთელობა, კარგად იყავით იცოცხლეთ. ლაშა, რა უნდა ვიფიქრო? ყველა შინაურები ვართ აქ. შინაურს ხوار დავადებ ხელს, ა? ჰა, ლაშა.
არ ვიცი რა ვიფიქრო, არ ვიცი. უკაცრავად ეს ნამცხვარი რა ღირს? 2 ან 180 ლარი. 2 ლარიო. ერთი ნაჭერი მომეცით. ახლავე. ხوار არის. შინაური რომ ამას გაგიკეთებს. მე სხვა რაღაც გიზავს რა. ვაი. რა საკეთებ ბიჭო? ციცილებს უკეთებ. მივთი შვილო. რა წიწილები, რა საკეთებ ბიჭო? რა საკეთებ გამაგებინე და? რა ვიცი, საწავი და ვიცოდე მაინც ეს ჩემი ბეჭედი რა. დაანებეთ რა თავი, დაანებეთ რა. ლაშა, ბეჭედს ვეძებ, შენზე ნერვიულობ, იცი, შენს კაფეტერიაში დამეკარგა და სხვათა შორის შენ მოგიწევს 500 ლარის გადახდა. 500 რატო, აბა 180-ო? ნუ 180-ად გაყიდის ის ვინც იპოვის და 320 დაამატებს. ამდე თუ დავრჩი, მე ტრანსპორტი აღარ იქნება და სახლში როგორ უნდა წავიდე? გისმენ პაატა. ელენესთან ვარ. გისმენ პაატა. კი, ჩემთან არის. ერთი წუთით. გისმენ პაატა. კი, ნამდვილად ჩვენთან არის. დედას გეფიცები? მამასაც? პაატა დაიჯერე? თუ არ გჯერა, მაშინ ოთარს, თემურს და გიორგის დაგალაპარაკებ. ვინ არიან და მაღალი სიმპათიური ბიჭები. კარგი პაატა, ხუმრო. თეკლა რა ხდება? რა ხდება და ელენე დილით გამიმართა ეჭვიანობის სცენები. გონია რომ აღარ მიყვარს და ვიღაცასთან ვღალატო. სინამდვილეში არავინ არ გყავს, ხო? ელენე. არ მაინც შევამოწმა. ელენე. ანუ არა ხო? არა. ვაიმე, რა პათოლოგია ეჭვიანია ეს ბიჭი, გავგიჟდი რა. თუ შენი არ ჯერა შემოვიდეს და შეამოწმოს. ვერ შემოვა, იმიტომ რომ წავიდა სახლიდან, გადაწყვიტა მაეჭვიანოს, მაგრამ ხომ ვიცი, ვერ გაძლებს დიდხანს ფული არ აქვს, მოშივდება და მოვა. ელენე, 12 საათის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ დადის, ხო? არა. ვაიმე, აბა რა ვქნა, აღარც ტრანსპორტი აღარ იქნება, აღარც მარშრუტკა, აღარც ავტობუსი, სახლში როგორ უნდა წავიდე? ვახ. კატო, ტაქსის ფულს მოგცემ. არა იყოს ფეხით წავალ. ფონი ჭალამდე. მოიცა, ფონი ჭალაში ცხოვრო? არა, ფონი ჭალაში არ ვცხოვრობ, მაგრამ იქიდან უფრო ხშირად დადის მარშრუტკა ჩემ სახლთან. ესე 3 საათში ერთხელ. კატო, თუ გინდა ჩემთან დარჩი. კარგი. ელენე, პაატაზე შური უნდა ვიციო. კატო, ერთი წუთით მოდი. ახლავე. ახლავე იქნება. ჩვენ გვაქვს არას ჩვეულებრივი მომსახურება, აუცილებლად იქნება მალე იქნება ეს ერთი ნაჭერი ხაჭაპური და რა საკეთებ? გიცე პირველად დაგეწოს. მეგრულ და იმ ძალიან აჩევ, ეხლა შენ მეგრულს და ემეროს მიირთი. გემრიელად მიირთით იმერული ხაჭაპური. რა საკეთებ, ნუ ბიჭო და გამაგებინე, რა საკეთებ, ნუ ჯიჯგნით მეთქი კიდე მაგნამ ცხარს არ არის შიგნით ეს რა ქვია მას ბეჭედი და დაანებეთ საერთოდ თავი და მეგიკიდით ოქროსას. ოქროს? კი ბატონო. კარგი, მაშინ შენც არის ნერვიულო. გამარჯობა. გამარჯობა. ნუ ხო, უყურე ჩემს სერიალს. მიდოდა ყურება, მაგრამ რა ვიცი აბა და მე მეორე ახზე კარგი სერიალი იყო, იმას უყურე. გინდა გაგახარო? კი. გინდა? დისკზე ჩავწერე ჩემი სერიალი? ხო. და უყურეთ. აი და გაგახარებთო? აი ესე გამიხარდა. აუცილებლად უყურებთ პირობას გაძლევთ ბატონო ფრიდონ, ჩემთან დღეს შევკრებ ყველას და ერთად უყურებთ ამ ფილმს. ისიამოვნებთ ძალიან. მე გადაღებაზე მეჩქარება გადაღებაზე წავალნე, ხო? კარგი. მე შევალ ბისკვიტი არ ჩამივარდეს იქ. და ნუ ჯიჯგნით მაგ დამწყობს.
უკაცრავად ქალბატონო. თქვენთან დისკი დამჭდა, ხო არ გინახავთ? ვნახე, რატო თავი არ დაგჭა? თავი მაბია. ნიიბი ესეც. ხალხი რა, გადამრევს ეს ახალგაზრდა. ვაიმე, ელსას ბეჭედი. დედა, ლაშა! ლაშიკო, შეგიძლია 180 ლარიანი მიყიდო. შეიძლება სულაც არ აგიღია შენ რა. ესეც ასე. პური ამოვიტანე, მე შაქარზე ჩავალ, მე კარაქზე ჩავალ, მე მწვანელს ამოვიტან და რავი, მოვა საღამო დავწები დავიზინე, მეორე დღეს იგივე და აღარ შემიძლია დავიღალე ყოველ დღე ერთი და იქ. თეკლა რა გჯის რა სხვანაირი ხარ რა ესეთი დასაბანი იყავი თუ რა მოგივიდა ის ვაიმე რა ხდება? პატა, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს თეკლა ეს კატოს ნიშნავს მე პატას რა ვიცი პატა, ამიხსენი რა ხდება? თეკლა, კარგი, აგიხსნი ოღონდ ჯერ შენ ამიხსენი რა ხდება და მე აგიხსნი დედასპისავარ რა ხდება? პატა, მითხარი რას აკეთებს ნახევრად შიშველი კატო შენ სახლში? თეკლა, ჯერ ესეთი ეს ჩემი სახლია, რეკოტებაბუზია გაფორმებული და არ ვიცი მე აღარ შუაში არ ვიცი რა ხდება. კარგი, კატო, მაშინ შენ მითხარი რას აკეთებ აქ? მე არაფერ შუაში არ ვარ, პატამ დამირეკა თეკლა წავიდა მაღაზიაშიო და შემოდიო მე მოვედი. მოიცადე ერთი წუთი და იცი რა ვიგე კატო რა გჭირს რას მინისკარტებ ერთი წუთი ჯერ ესეთი თეკლა აგიხსნი ყველაფერს მე არ დამირეკავს კატოსთვის და არაფერი არ მithkom შენ ბოლო არ გაგი ერთი წუთი კატო მე მithkom შენ ხო გაგიგია რომ ყოლის მოკლე ფეხები აქვს შენ ხედი ბოდი შემეშალა გზელი ფეხები ქონია რა რავი ზოგს ხო მოკლე ფეხები ზოგს გზელი ვაიმე არ დამირეკავს მე თეკლა საერთოდ მაგ სიტყვებს მე ვერ ვამბობ რომ აი უყურე აი აცო თეთლა თათოლე თეთრ ვერ ვამბობ თეკლა ხო ხედავ მაგ სიტყვებს და როგორ დაურეკავდი კატო რა ევს ლაპარაკობ შენ ჰა კარგი, მაშინ რატომ არის კატო ესეთ ფორმაში? ვაიმე, გადავივლე. შენ არავინ არ გეკითხება. გადავივლეთ. რა გინდა თეკლა რას მოითხო ჩემგან ვერ გავიგე ჰა მე რა ვიცი რატო არის ეს ფორმაში ეხლა არ მითხრა რომ ეჭვიანობ კარგი რა ახაც ეჭვიანო დიახ და პროფესორი რო შედის ხოლმე სააბაზარის ხაზროველს იმაზე რატო არ ეჭვიანო და უთხარი თეკლას რომ ჩვენ შორის არაფერი არ ხდება ვაიმე ის თეკლა ჩვენ შორის მართლა არაფერი არ ხდება დაიფიცე ჩვენი სიყვარული დაიფიცე პაატა ჩვენ სიყვარული და კატო სიყვარულს დაიფიცე ვაიმე რა დებილობებს ლაპარაკობ თეკლა კარგი პაატა აღარაფერი აღარ მითხრა არ მაინტერესებს საერთოდ როგორ ვერ ხვდებოდი აქამდე მე კიდე როგორ მიყვარდი და გენდობოდი და მეგონა რომ შენც გიყვარდი და წავედი მე ამ სახლიდან არა იყოს შენ რატომ უნდა წახვიდე ჩემი ბრალი ყველაფერი და მე წავალ არა მე წავალ მე ხელს გიშლით და მე უნდა მე შეგიშალეთ ხელი და მე წავალ კაი მაშინ მე დავუჩერე ერთი წუთი ხალხო დარჩით ერთ-ერთი მაინც დარჩით მე შინია დარჩით ერთ-ერთი მე შინია მე მივხვდი რაც ხდება ახლა აქ რას მივხვდი რას მივხვდი და ახლა მე ვარ სიზმარში დედასპისა ვარ ახლა მე ვარ სიზმარში და მე სიზმრება ეს ყველაფერი კი აი ახლა მე თუ სიზმარში არ ვარ ნახეთ ახლა გაიღება სადარბაზოს კარი და შემოვა სტალინი აი ახლა გაიღება სადარბაზოს კარი და შემოვა სტალინი აი ნახე ახლა შემოვა სტალინი შემოვა ახლა სოსო გააღე კარი და შემოდი სოსო რა ეცოდო უთხრათ რა ყველაფერი რა კარგი რა უნდა მითხრათ რას მიმალავთ რატომ აგიჟებთ მითხარით რა ხდება რას მიმალავთ რა ხდება ხალხი გეტყვით ოღონდ ჯერ ამას მოვიხსნი ვაიმე არ მოიხსნი კარგია პატა თქო რომ ეჭვიანობ დაწყნარდი მოგატყუეთ მე და კატო მოიცა ეს ხა მოილაპარაკე და მომატყუეთ რა შეგუში რომ ესაძე მოხოდი სახში რომ ესაძე მოხოდი სახში გუში პატა ძალიანაც არ მომიტყუებია ძალიანაც არ დაგიგვიანია აჰა მიდი რაღაცა შევჭამოთ არ შემიძლია აფსილზე ფეხები გაქვს შენ კიდე მართლა რა არის ახლა ორ წამში იქნება მზად
ამიტომ აუცილებელია ყველამ უყუროთ ფრიდონის ფილმს. რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ელენე, ამიტომ ეწავა თქვენ უყურეთ, მე მომიყევით რა მოხდა. არ მიგალა. აჯექი ერთი წუთი პატა რა მოგივიდა შენ კიდე უხერხულია იმ კაცთან გთხოვა რომ ყველამ ერთად უყურეთო დისკზე გადაწერა და მოგვიტანა. დავით ეხლა და იწყება. ხარტი ხამიდი. და თვითონ მოვა? მოგვიანებით შემოვალო. ხო, რამინდა ცილაშა, ჩემი ემზარი ხოცი რა ნიჭიერი კაცია. ხო და მინდა ფრიდონს თხოვ რომ ერთი პატარა როლი სადმე მისცეს. Guys, what are you doing? Mein Guter, siehst so aus, als hätte ich für einen კი არ ვიცოდი ფრიდონის ფილმი გერმანულ ენაზე თუ იყო. ქალბატონო თქვენ ხო ამბობდით გერმანული ვიცი. კი ვიცი. ხო, მე აბა რა შეუნება ეხა ეს მიღმიანი კაცი იმ ქალს ერთი აბა მითხარით ერთი. რა არის იცი მე მგონი დამარიწყდა. ეხლა ამან ისეთი რამე უთხრა ალბათ მეშლა. შეის. რა არის ეს? აცხვენი ალაშა რა სიტყვებს ამბობ ბავშვთან? რა სიტყვებს ვამბობ კი რას ვაყურებინებთ ბავშვს? მე რა არის ეს ხალხო? ვაი ლაშა მამასდე. არა, ის არ აქვს. მე მგონი ჩემთვის ამის ყურება არ შეიძლება. ლაშა დააპაუზე. რა გიყვე დააპაუზე ლაშა. აი გამოვთე ლაშა. მოი თელევიზიო არ გამოვთე, მოი რა უნდა გამოვთე. გამოვთე საზიზღრობა გამოვთე რა არის? რა საზიზღრობა ეს რა არის? ნიკა ადი ოთახში. ხო, ავალ დამეცადინე. მოიცა შენ ხო იმეცადინე უკვე. ხო, მაგრამ ისეთ რაღაცას მაყურებინეთ, რომ ვიმეცადინე. ამ ფილმში მონაწილეობს ფრიდონი? ისი ეთყობა, მაგრამ მე რა ვერ გავიგეცი რომ რომელი იყო ეხლა ფრიდონი ეს მათრახს ვის ურტყავდა? ის მეორე ვისაც ურტყავდნენ თუ რომელია ფრიდონი? არის იცი დილით მითხრა რომ ნიღაბში ვიყავიო და ალბათ ის ნიღბიანი. აჰა, ნიღბიანი. ნიღაბი მათრახი და ჯანდარა. ისე ნუ ვიცოდა. თქვენ ემზარისთვის რაღაც პატარა როლი გინდოდათ ხო? გამარჯობა. გაგი. ნახეთ, მოგეწონათ. ბატონო ფრიდონ, ჩვენ სხვა რამეს ველოდით. იცი არც მე ველოდი ასეთი თუ გამოვიდოდა. სცენარია ძალიან ძლიერი. კი, აბა. ძლიერია ეთყობა და მსახიობების მაგარი პროფესიონალები ხარ. მადლობა ასეთი შეფასებისთვის. თავიდან კი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ რეჟისორმა დაგვაკვალიანა, ასე ვთქვათ, მითითებები რომ მოგცა, მე უკვე გაგვიადვილდა. მე ახლა ჩემი იმპროვიზაცია გავუშვი იქ და და ეს ტელევიზიით გადის? კი, ელენე, რა პრობლემაა? კი, ტელევიზიით. და პრინციპში არაფერი. აგიხმეს თან. ლაშა, გულახდილად მითხარი, რომელი ეპიზოდი მოგეწონა? რა იყო ლაშა უთხარი მიდი გულახდილად უთხარი აბა გაიცანი მიდი რომელი თლიანობაში იყო ფილმი კარგი ძალიან თან მე ბოლომდე ვერ ვუყურე სამწუხაროდ მე რა სამწუხარო რაც უნდა მოიცა გინდა შენთვის ბოლო სცენას ვითამაშებ აქვე ადროს ბოლომდე უყურეთ რა ბოლოს ისე იხლართება მათაშორის არც ახლა აკლდა გადახლართო ხო მე წავალ ახლა ძალიან სერიოზული სცენა მაქვს ხვალ გადასაღები ნუ აი ძალიან ურთულესი სცენა მაქვს ჩემთან სახლში უნდა გავიდე და ვირეპეტიციო შენ მაინც არაფერს აკეთებ და წამოარ გინდა პარტნიორობა გავიქცე რატომ გაფეს რა მაკატრა? ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბატონო ფრიდონ, ნუ მიაქცევთ. ეს როგორ ლაშა შენ მაინც წამო. აბა ეხა თუ მიდიხარ.
ეს ხალხი აფკი ამიტომ ჟუანტელმა დამიარა დედასპიცაურეს რა დაწყნარდი ავედი მე ნიკასთან რატომ მიხედე კაცო მიხედე რატომ ხარ ჰაიდე კაცო ეს ფრიდონი არა რატომ ვაშა მომისმინე შენ ლუდი გააქვთ ამოვიტანო რა ლუდი უნდა ამოიტანო გაგიჟდი შენ ლუდის მეტი რა მაგაც რა არის ვაშა რას უყურებ ფრიდონის სერიალს უყურებ რა ისე არა ის არ ყოფილა ფრიდონის ფილმი აბა ის რა დისკი მოგვიტანე არ ვიცი საიდან მოხდა ჩვენთან რაღაცა ნუ მითხრა რაღაც კაფეტერიაში აირიაო ეთყობაო თუ რაღაცა მოკლედ არ ვიცი კაი დამანდებით რაც თავარი ის დისკი გადააგდე ხო ჯერ დავმალე და გადავაგდეთ მე კარგი ვაშა დღეს ნიგას ჩანთაზე სამგრია უწყდა და გეხოცები იმასქენი დაუმაგრე ხო კარგი არა მოვიდა ეს კატოს ნიშნავს მე პატას რა ვიცი პატა ამიხსენი რა ხდება თეკლა კარგი აგიხსნი ოღონდ ჯერ შენ ამიხსენი რა ხდება და მე აგიხსნი დედასპიცაურე რა ხდება პატა მითხარი რა საკეთებს ნახევრად შიშველი კატო შენ სახლში თეკლა ჯერ ესეთი ეს ჩემი სახლია რეკოტებაბუზია გაფორმებული და არ ვიცი მე ახლა შუაში არ ვიცი რა ხდება კარგი კატო მაშინ შენ მითხარი რა საკეთებ აქ მე არაფერ შუაში არ ვარ პატამ დამირეკა თეკლა წავიდა მაღაზიაშიო და შემოდიო მეც მოვედი მოიცადე და ისი რა ვიგე კატო რა გჭირს ას მინის კარტად ერთი წუთი ჯერ ესეთი თეკლა აგიხსნი ყველაფერს მე არ დამირეკავს კატოსთვის და არაფერი არ მithkom შენ ბოლო არ გაგი ერთი წუთი კატო მე მithkom შენ ხო გაგიგია რომ ტყუილის მოკლე ფეხებია ხო შეხედე ბოდი შემეშალა გზელი ფეხები ქონია რა რავი ზოგს ხო მოკლე ფეხები ზოგს გზელი ვაიმე არ დამირეკავს მე თეკლა საერთოდ მაგ სიტყვებს მე ვერ ვამბობ რომ აი უყურე აი აცო თეთლა თათოლე ბაგადი თუ ვერ ვამბობ თეკლა ხო ხედავ მაგ სიტყვებს და როგორ დაურეკავდი კატო რა ერთს ლაპარაკობ შენ ჰა კარგი მაშინ რატომ არის კატო ესეთ ფორმაში ვაიმე გადავივლეთ შენ არავინ არ გეკითხება გადავივლეთ რა გინდა თეკლა რას მოითხოთ ჩემგან ვერ გავიგე ჰა მე რა ვიცი რატო არის ეს ფორმაში ეხლა არ მითხრა რომ ეჭვიანო კარგი რა ახაც ეჭვიანო დიახ და პროფესორი რო შედის ხოლმე სააბაზოს ხაზრობელს იმაზე რატო არ ეჭვიანო და უთხარი თეკლას რომ ჩვენ შორის არაფერი არ ხდება. აი მეტის თეკლა ჩვენ შორის მართლა არაფერი არ ხდება. დაიფიცე. ჩვენი სიყვარული დაიფიცე პაატა. ჩვენ სიყვარული და კატო სიყვარულს დაიფიცე. ვაიმე რა დებილობებს ლაპარაკობ თეკლა ერთი. კარგი პაატა, აღარაფერი აღარ მითხრა, არ მაინტერესებს საერთოდ როგორ ვერ ხვდებოდი აქამდე მე კიდე როგორ მიყვარდი და გენდობოდი და მეგონა რომ შენც გიყვარდი და წავედი მე ამ სახლიდან. არა იყოს შენ რა უნდა წახვიდე ჩემი ბრალი ყველაფერი და მე წავალ. არა მე წავალ მე ხელს გიშლით და მე არა მე შეგიშალეთ ხელი და მე წავალ. კაი მაშინ მე დავუჩები. ერთი წუთი ხალხო დარჩით ერთ-ერთი მაინც დარჩით მე შინია მარტო. დარჩით ერთ-ერთი მე შინია. მე მივხვდი რაც ხდება ახლა აქ. რას მივხვდი? რას მივხვდი და ახლა მე ვარ სიზმარში. დედასპიცა ვარ, ახლა მე ვარ სიზმარში და მე სიზმრება ეს ყველაფერი, კი. აი ახლა მე თუ სიზმარში არ ვარ ნახეთ. ახლა გაიღება სადარბაზოს კარი და შემოვა სტალინი. აი ახლა გაიღება სადარბაზოს კარი და შემოვა სტალინი, აი ნახე. ახლა შემოვა სტალინი. სტალინი შემოვა ახლა. სოსო გააღე კარი და შემოდი სოსო რა ცოტა უთხრათ რა ყველაფერი რა კარგი რა უნდა მითხრათ რას მიმალავთ რატომ აგიჟებთ მითხარით რა ხდება რას მიმალავთ რა ხდება ხალხი გეტყვით ოღონდ ჯერ ამას მოვიხსნე ვაიმე არ მოიხსნე ვაიმე კატო კარგია პატა თქო რომ ეჭვიანობ დაწყნარდი მოგატყუეთ მე და კატო მოიცა ეს ხა მოილაპარაკე და მომატყუეთ რა შეგუში რომ ეს საათზე მოხოდი სახში
რომელ საათზე მოხვედი სახშიბუში? პატა ძალიანაც არ მომიტყუებია. ძალიანაც არ დაგიგვიანია. აჰა, მიდი რაღაცა შევჭამოთ, არ შემიძლია. აფსილზე ფეხები გაქვს, შენ კიდე მართლა რა არის? ეხლა 2 წამში იქნება მზად. აი მე აუცილებელია ყველამ უყუროთ ფრიდონის ფილმს. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ელენე, ამიტომ ეწავა თქვენ უყურეთ, მე მომიყევით რა მოხდა. არ მიგალა. აჯექი ერთი წუთი პატა რა მოგივიდა შენ კიდე უხერხულია იმ კაცთან. გთხოვა რომ ყველამ ერთად უყურეთო დისკზე გადაწერა და მოგვიტანა. დავით ეხლა და იწყება. ხარტი ხამიდი. და თვითონ მოვა? მოგვიანებით შემოვალო. ხო, რა მინდა იცილაშა, ჩემი ემზარი ხოცი რა ნიჭიერი კაცია. ხო და მინდა ფრიდონს თხოვ რომ ერთი პატარა როლი სადმე მისცეს. Mein Guter. Siehst so aus, als hätte ich bei einem ой, კი არ ვიცოდი ფრიდონის ფილმი გერმანულ ენაზე თუ იყო. ქაუტონო თქვენ ხო ამბობდით გერმანული ვიცი. კი ვიცი. ხო, მე აბა რას ეუბნება ეხა ეს მიღმიანი კაცი იმ ხალხს ერთი აბა მიხარეთ ერთი. რა არის იცი მე მგონი დამარუწყდა. ეხლა ამან ისეთი რამე უთხრა ალბათ მეშვა. რა არის ეს? ცხონი ალაშა რა სიტყვებს ამბობ ბავშვთან? რა სიტყვებს ვამბობ კი რას ვაყურებინებთ ბავშვს? მე რა არის ეს ხალხო? ვაი მე ლაშა მამასდე. რა არის არა ისა რა ქვია. მე მგონი ჩემთვის ამის ყურება არ შეიძლება. ლაშა დააპაუზე. რა გიყვე დააპაუზე ლაშა. აი მე გამოვთე ლაშა. მოი ფერფიზო კი არ გამოვთე, მოი რა უნდა გამოვთე. გამოვთე საზიზღრობა გამოვთე რა არის? რა საზიზღრობა ეს რა არის? ნიკა ადი ოთახში. ხო, ავალ დამეცადინე. მოიდი შენ ხო იმეცადინე უკვე. ხო, მაგრამ ისეთ რაღაცას მაყურებინეთ, რომ ამ ფილმში მონაწილეობს ფრიდონი? ისი ეთყობა, მაგრამ მე რა ვერ გავიგეცი რომ რომელი იყო ეხლა ფრიდონი ეს მათრახს ვის უტყავდა? ის მეორე ვისაც უტყავდნენ თუ რომელია ფრიდონი? არის იცი დილით მითხრა რომ ნიღაბში ვიყავიო და ალბათ ის ნიღბიანი. აჰა, ნიღბიანი. ნიღაბი მათრახი და ჯანდარი. ისე ნუ ბიჭოლა თქვენ ემზარისთვის რაღაც პატარა როლი გინდოდათ ხო? გამარჯობა. გაგი. ნახეთ, მოგეწონათ. ბატონო ფრიდონ, ჩვენ სხვა რამეს ველოდით. იცი არა უბრალოდ გაციებული ვარ. ბიჭო, მოდი. ჯამთელობა, კარგად იყავით იცოცხლეთ. ლაშა, რა უნდა ვიფიქრო? ყველა შინაურები ვართ აქ. შინაურს ხوار დავადებ ხელს, ა? ჰა, ლაშა? არ ვიცი რა ვიფიქრო, არ ვიცი. უკაცრავად ეს ნამცხვარი რა ღირს? 2 ან 180 ლარი. 2 ლარიო. ერთი ნაჭერი მომეცით. ახლავე. ხوار არის შინაური რომ ამას გაგიკეთებს. მე სხვა რაღაც გიზავს რა. ვაი. რა საკეთებ ბიჭო? ციცილებს უკეთებ. მამა, მე ერთი შვილო. რა წიწილები, რა საკეთებ ბიჭო? რა საკეთებ გამაგებინე და? რა ვიცი, საწავი და ვიცოდე მაინც ეს ჩემი ბეჭედი რა. დაანებეთ რა თავი, დაანებეთ რა. ლაშა, ბეჭედს ვეძებ, შენზე ნერვიულობ, იცი, შენს კაფეტერიაში დამეკარგა და სხვათა შორის შენ მოგიწევს 500 ლარის გადახდა. 500 რატო, აბა 180-ო? ნუ 180-ად გაყიდის ის ვინც იპოვის და 320 დაამატებს. და თუ დავრჩი მე ტრანსპორტი აღარ იქნება და სახში როგორ უნდა წავიდე? გისმენ პაატა. ელენესთან ვარ. გისმენ პაატა.
კი, ჩემთან არის. ერთი წუთით. გისმენ პაატა. კი, ნამდვილად ჩვენთან არის. დედას გეფიცები? მამასაც? პაატა დაიჯერე? თუ არ გჯერა, მაშინ ოთარს, თემურს და გიორგის დაგალაპარაკებ. ვინ არიან და მაღალი სიმპათიური ბიჭები. კარგი პაატა, ხუმრო. თეკლა რა ხდება? რა ხდება და ელენე დილით გამიმართა ეჭვიანობის სცენები, გონია რომ აღარ მიყვარს და ვიღაცასთან ვღალატო. სინამდვილეში არავინ არ გყავს, ხო? ელენე. არ მაინც შევამოწმა. ელენე. ანუ არა ხო? არა. ვაიმე, რა პათოლოგია ეჭვიანია ეს ბიჭი, გავგიჟდი რა. თუ შენი არ ჯერა შემოვიდეს და შეამოწმოს. ვერ შემოვა, იმიტომ რომ წავიდა სახლიდან, გადაწყვიტა მაეჭვიანოს, მაგრამ ხომ ვიცი, ვერ გაძლებს დიდხანს ფული არ აქვს, მოშივდება და მოვა. ელენე, 12 საათის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ დადის, ხო? არა. ვაიმე, აბა რა ვქნა, აღარც ტრანსპორტი აღარ იქნება, აღარც მარშრუტკა, აღარც ავტობუსი. სახლში როგორ უნდა წავიდე? ვახ. კატო, ტაქსის ფულს მოგცემ. არა იყოს ფეხით წავალ. ფონი ჭალამდე. მოიცა ფონი ჭალაში ცხოვრო? არა, ფონი ჭალაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ იქიდან უფრო ხშირად დადის მარშრუტკა ჩემს სახლთან. ესე 3 საათში ერთხელ. კატო, თუ გინდა ჩემთან დარჩი. კარგი. ელენე, პაატაზე შური უნდა ვიციო. კატო, ერთი წუთით მოდი. ჭერი. ახლავე. ახლავე იქნება. ჩვენ გვაქვს არასჩვეულებრივი მომსახურება, აუცილებლად იქნება მალე იქნება ეს ერთი ნაჭერი ხაჭაპური და გიცე პირველად დაგეწოს. მეგრულ და იმ ძალიან არჩევ ახლა შენ მეგრულს და ემეროს მიერთი. გემრიელად მიერთით იმერული ხაჭაპური. რა საკეთებ ნუ ბიჭო და გამაგებინე რა საკეთებ ნუ ჯიჯგნით მეთქი კიდე მაგ ნამცხვარს არ არის შიგნით ეს რა ქვია მას ბეჭედი და დაანებეთ საერთოდ თავი და მეგიყიდით ოქროსას. ოქროს? კაი, კი ბატონო. კარგი, მაშინ შენს არის ნერვიულო. გამარჯობა. გამარჯობა. ნუ ხო უყურე ჩემს სერიალს. მიდოდა ყურება, მაგრამ რა ვიცი აბა და მე მეორე ახზე კარგი სერიალი იყო იმას უყურე. გინდა გაგახარო? კი. გინდა? დისკზე ჩავწერე ჩემი სერიალი? ხო. და უყურეთ. აი და გაგახარებთო? აი უი ესე გამიხარდა. აუცილებლად უყურებთ პირობას გაძლევთ ბატონო ფრიდონ. ჩემთან დღეს შევკრენ ყველას და ერთად უყურებთ ამ ფილმს. ისიამოვნებთ ძალიან. მე გადაღებაზე მეჩქარება გადაღებაზე წავალნე, ხო? კარგი. მე შევალ ბისკვიტი არ ჩამივარდეს იქ. და ნუ ჯიჯგნით მაგ დამწყობს. უკაცრავად ხალბატონო, თქვენთან დისკი დამჭდა, ხო არ გინახავთ? ვნახე, რატო თავი არ დაგჭა? თავი მაბია. ნიბი ესეც. ეს ხალხი რა, გადამრევს ეს ახალგაზრდა. ვაიმე, ელსას ბეჭედი. დედა, ლაშა! ლაშიკო, შეგიძლია 180 ლარიანი მიყიდო. შეიძლება სულაც არ აგიღია შენ რა. ესეც ასე. პური ამოვიტანე, მე შაქარზე ჩავალ, მე კარაქზე ჩავალ, მე მწვანელს ამოვიტან და რა მოვა საღამო დავწები დავიზინე, მეორე დღეს იგივე და აღარ შემიძლია დავიღალე ყოველ დღე ერთი და იქ. თეკლა რა გჯის რა სხვანაირი ხარ რა ესეთი დასაბანი იყავი თუ რა მოგივიდა ეს ვაიმე რა ხდება? რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს თეკლა ეს? მაგ და აბა არ მაქვს ტელევიზორი მე და აბა ეს რა არის? ვაიმე რა ბატონო ეს პულტი ამაზე ხით ეს
ეს არაფერი პულტია ბატონო ფრიდონ ეს ტელევიზორი არ ტელევიზორი არ გაქვს აბა ეს რა აი რაზე მიკითხებით რაზე მიკითხებით ბატონო ფრიდონ ვერ ხვდები რა აი ჩართულია რა ეს ბატონო ფრიდონ გაფუჭებულია თორე ახლა აბა ეს რა ტელევიზორი გაფუჭებული რო აბა რაღაც ვარ რა არის გაფუჭებული ჩართულია და უშვენებს ვაიმე ბატონო ფრიდონ გეუბნებით გაფუჭებულია და ისენ უიზდა თუ დავამტვრიო ახლა რა როგორ მიხაროდა ამ სერიალში რომ იღებდნენ ვიფიქრე ჩემს ახლობლები ნახავენ გაუხარდებათ მეთქი მაგრამ არავის არ გინახავთ წავედი არა თლაც ეხლა არა თლაც ეს მოიფიქრეთ წავედი როგორ დამწყვიტეთ გული თქვენ ფათეგრეს მოიფიქრეთ რომ არ გვინახავს იტონ თეკლა ეს რა იყო ჰა რა იყო? აი ეს რა გააკეთე? შეგონია ვერ დავინახე ფრიდონს რო გააყოლე თვალი, ჰა? შეგონია ეხლა მე ვერ დავინახე ფრიდონს რო გააყოლე თვალი და რა ხდება? და წიგნი აღარ წაიკითხო მოდი რა. ბატონო კი 2 წუთში მზად ვიქნები და გამო. სად 2 წუთში იქნები? მომეწია ყურმელი. შენ მომიხინე ვიღაც ახალ და სადღაც. აქ მეორეთ აღარ დარეკო თორე გაშლი ხელებს გიყაყუნებ სახეში მოსე. აი გეშე. ელენე შენ ხარ? ნუნუ ვარ მე. მე ვარ ნუნუ ხო? სოფლებო თქვენ ამოწყდით ერთ დღეს, აი ნუნუ ვარ. ბოდიში. ვერ მითხარი ელენე თუ იყურას გამომალანძღინე ეს გოგო. ხო და მე და ელენე მივდივართ რაღაცების საწყდოდ და შემოგვიანდება. ერთ წუთი მოიცადება. თეკლა ქალის უნდა მორატო გასხია მიპასუხა. და დავისხი. დასმა ვიცი მე რაც არის, მეც დამისხავს ქალის უნამოს სხვათა შორის და ვიცი როგორც უნდა ქალის უნამოს დასმა. აქ არის გაჟღენ თვილი თვებში. რა გინდა რომ ყველა საქმე ცხვირი აეწოს და ყველამ შენ მოგაქციოს ყურადღება, თეკლა რა გინდა ვერ გავიგე, ჰა? და გეუბნები წიგნი აღარ წაიკითხო. მე კიდე შენ გეუბნები, შენ პატა ფერაძე სიცოდე დაიმახსოვრე, თავზე ქებს ვერ დაადგა, იმიტომ რომ არ ვარ მე მაგის ღირსი და მეორე ცეთი არც მომიხდება. გაი გეშე. ხოჩინე, ნახავდი. ო, და 20 წუთზე სახში იყავი. 20-ზე კი არა 17-ზე. 3 წუთში ისეთები გამიგია და მინახია რას ლაპარაკობს. ნიკა ისწავლე? კი. მოდი ჩამაბარე. მოიმზადე? დაიწყე. დედა, შეიძლება დღეს კატო ჩვენთან რო დარჩეს? იცი რა, კარგია, მაგრამ ცოტა საწალსახეს თუ მიიღებ უფრო, თუ გაიქნება. დაიწყე. შეიძლება კატო ჩვენთან რო დარჩეს? მაშინ შეიძლება კარგი იყოს, არ ვიცი. მე მგონია რომ ეს არ გამოდგება რა. პატარა ვარ, დიდი რომ იყო ჩემთან დაგიტოვებდი. ისე დიდი რომ იყო ძიძარაში დამჭირდება. მაშინ დებილი დიდი უნდა ვიყო. დებილი რომ ვიყო. შენ მოიფიქრე რა. მე რაც მოფიქრებული მქონდა წინა დარჩენაზე დავხარჯე. ლოგინის ქვეშ რო შეძრე და იქ დარჩე. გაგიჟდი ნიკა, გავიგუდები. მე ამ ხელას ხო ირისთვის გა. პოლიციაში გიჩვენებ და დაგიჭერენ ბავშვისადმი არაადამიანური მოპყრობისთვის. სასამართლომდე არ მოგიწევს იმაზე ფიქრი, სად უნდა დაიძინო. თუ დაგიმტკის და სასამართლოს შემდეგაც. მოიცა რა. ბაბი სადარბაზოდან არ გათქმებია, მე მგონი ელენე მოდი, მიდი საწყისხე. შავიც ძა. მოვედი. დატო ისეთი გამხდარი ხარ ვერ გამჩნევენ დარჩინამდე ხანს გინდა ნიკა ვეულები მოგიტანე სკოლისთვის ხო შედავა თავისთვის ტანსაცმელები კიდე ჩემთვის კიდე ვეულები მომიტანა ნახე ისეთი გამხდარი ხარ ვერ გამჩნევენ კატო ნიკამ თუ ისწავლა შეგიძლია წახვიდე ისედაც მთელი დღე აქ ხარ არა იცი რა ჯერ არაფერი არ უსწავლია ძალიან ბევრი აქვს სამეცადინო ალბათ ძალიან გვიანობამდე მომიწევს აქ ყოფნა ძალიან გვიანობამდე და სახში როგორ უნდა წავიდე მე არ ვიცი ტრანსპორტიც აღარ იქნება ხო კარგი როგორც გინდა თეკლა ეს ფერი ჯობდა თუ მეორე რა თქმა უნდა მეორე აბა ეს რატომ აყიდინე ელენე ეს მეორე მე მომწონს და ახლა 2001 წლით ხო არ ვიყო შაქარი
ლაშა, ის ქიშმიშებიანი ნამცხვარი გამოაცხვე? გამოვაცხვე და გავყიდე კიდეც. უყურადღებო ხარ რა ლაშა რა. ბეჭედი დავკარგე, ელზამ რომ აჩუქა ვერცხლის ბეჭედი, ეთყობა ცომში დამრჩა. არ უნდა იფიქრო რომ ადამიანს კითხო რაღაცა. მოიწერეთ, ნუნუ ბიჭო, ცომში რანაირად დაგჭებოდა, დღეს არაფერი გაგიკეთებიათ და. მე არ გამიკეთებია არაფერი. იმდენ ნამცხვარს და კრემს ვინ გაუსინჯა გემო? შეგონე მეხარისება გული მაქვს მომსუყებული. ნეტა საწამი, მაინც ვიცოდე რომელ ნამცხვარში და მეტავალ კითხავ ხალხს. მოდით, ნუნუ ბიჭო, მოდით. ვინ ხალხს კითხავთ, რას ლაპარაკობთ? კლიენტებს არ კითხოთ ნამცხვარში, ვეძებ იმას, რა ქვია. ხო არ გიპონიათ ბეჭედიო, არ გამაგიჟოთ ეხლა არ დაგა. არა, ლაშა, მაგას როგორ ვეტყვი, არ წდება მე რეტაციაო. არა, ვეტყვი რომ უბრალოდ თმან რაღაცა ჩამივარდა და იმას ვეძებ. ნუნუ ბიჭო, არ უთხრათ, არცე გარუთხრათ, არ გადამრი. ვაიმე, საწარი და ვიცოდე მაინც. ვინმე მხარ გადაყლაპა ლაშა? ხედა. ვინ გადაყლაპა ეხლა ამის ბეჭეს იმხელად იტები აქვს სამაჯურივით ეკნება. ისე პრინციპში ეხლა მე ვის თითებზე ვლაპარაკობ. დახველებთ ხო, ყელზე დაგადგათ ხო რაღაცა, დახველებთ. ნაცას ვერ შეეყრი, იმიტომ რომ ხშირი და სქელი სამწამები აქვს და არ მიუშვეს. რა სერიოზულია ჩემი ოტელო. ოტელოს ნუ მეძახი ოტელოს, ნუ მეძახი გითხარი მაშინ. დაჭიქერდი წუდა. რომელსაც მოხდი გუშინ სახში? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შენზე ადრე მე მოვედი. მე ვერ მეტყვი, ნორმალურია. მე ჩემზე ადრე რომ მოხდი, რატო შენ თვითონ არ დამირეკე და რატო არ იეჭვენე სათხარ აქამდეო, რატო არ მითხარი რა არის, აღარ გიყვარვარ ხო? მიპასუხე პირდაპირ აღარ გიყვარვარ ხო? ძალიან მიყვარხარ სულელო. სულელი ვარ, აბარა ვარ, სულელი ვარ, რომ აქამდე ვერ ხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა და რომ იმალავდი რაღაცას. გეკითხები და ეხლა მიპასუხე, ვინ არის ეს მაღალი ქერა სიმპათიური ცისფერთვალება ბიჭი? მითხარი სახელი გეკითხები დროზე. ვინ ქერა, პატა, ეგეთი არავინ არ არის. აჰა, აი ხედავ წამოხსდა ხო, ესე იგი დაბალია მსუქარი, შეუხედავ ჰიპიანი და ხარ. დროზე მითხარი სახელი რა ქვია, თეკლა გეკითხე. ვის რა ქვია, პატა, ვის რა? აჰა, იმდენი არიან რომ ვეღარ იხსენებ. იმდენი არიან სახელებს ვეღარ იხსენებ, ხო? მე მოემზადე. შემაფასე ელენე. მოძაძღული პერანგი გაცვიოთ, შარვალს არ უხდება და ფეხსაცმელებიც ცუდია. ჩაცმულობაზე კი არ გეკითხები. გუშინ გავიდა ჩემი სერიალი ეთერში და მაინტერესებს, აზრით მაინტერესებს შენი. ესე პერანგს არა უშავს. არ გინახავს ელენე? ვნახე, როგორ არ ვნახე, ბატონო ფრიდონ, ვნახე, უბრალოდ თვალები მქონდა დახუჭული და არ უსმენდა. ჩემი სატელევიზიო დებიუტი გამოგიტოვებიაში. ლაშა, შენ ხომ ნახე, ჰა? ნახე ბატონო ფრიდონ, ნახე კი. მაგაზე არ გეკითხები გასო. მოგეწონა? რა, სერიალი? ხო. მომეწონა, რომელია ბატონო ფრიდონ, მომეწონა კი არა? ხათ მასეცა, ჰა? ავტოვანდი თქვენი არტისტიზმი და როგორ ფლობთ ამ მიმიკებს რა? მიმიკებს? რა მიმიკებს, კაცო, ნიღბით ვიყავი და რა მიმიკებს? მაინც? ნიღბიდანაც კი ჩანდა. და ის როგორ თქვი? როგორ იყო? ხო. და აბა რა თქვი? რა თქვი? არჩენი ნახავს ლაშა. არა. არ მინახავს ბატონო ფრიდონ, იმიტომ რომ სხვა არხზე იყო ძალიან კარგი ფილმი ის რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო თამაშობდნენ და რობერტ დე ნიროს და ალ პაჩინოს უყურე. მაიზერ კვანჭიანს და ფრიდონ შვანგილაძეს არა, ხო? ხოჩა. ვიფიქრე შევალ. ცოტა შემაქებენ ჯანსა კრიტიკას მოვისმენ მეთქი, მაგრამ რა? წავედი. არდა რა კარგი სერიალია ეს. მე-13 სერიაში ვკვდები. ხო. მე რეჟისორს პატარა პატივი ვეცი და მე-15-ში ბრუნდები. ხო. წავედი და სირცხვილი თქვენი მე. თქვენია.
დედა, არც მე არ მინახავს ფრიდონის სერიალი და მსხვენია. სკოლაში როგორ უნდა წავიდი არ ვიცი. ყველა მაიზერ კემულარიაზე კვანჭიანი თქვა კაცმა. კვანჭიანზე ილაპარაკებს. ნიკა, მორჩი ახლა მაიმუნობას და დროზე მოემზადე გეჩქარება. უიმე, ელენე, მეც მეჩქარება გუნდა გავიქცე, თორე თუ დავაგვიანე სამსახურში მომკლავს ნუნუ რა. ნუნუ რატომ მოკლავს, ლაშა, უფროსი ხო შენ ხარ? მართალი ხარ, მიდი გაიქეცი. ნიკა, მე აბაზანიდან რო გამოვა მზად დამსვი. რამდენჯერ შეიძლება კაცო, რამდენჯერ შეიძლება კაცო. დამიწერე ყველა სიცო. ოტელო, კარი გააღე. და შენ თვითონ გააღე კარი. და ვის უყურებ ამდენი ხანი ამ სარკეში ოთხ ხარ გეკითხები ვის უყურებ ამდენი ხანი. ჰა? მზად ვარ კრიტიკისთვის. დავით მე. ისა ბატონო ფრიდონ, ნუ ქვემო ცხოვრობს ნუნდეი და შეგეშალათ. რა ნუნუ კაცო სერიალზე გეკითხები არ უყურეთ. ჩემ სერიალზე. ჰა? არ უყურეთ. მოდით მოგილოცოთ ბატონო ფრიდონ, მოდით მოგილოცოთ. ერთი წუთი გილოცავ, ნორმალურად მომალოცინე ბატონო ფრიდონ. გეყვება. აჰა, გასაგებია გილოცოთ. ბატონო ფრიდონ, არ გინახავთ ხო? კი, ვუყურეთ, მე და ლაშა ვუყურეთ კაფეტერიაში. მართ ლაშა და მოიცა ლაშა მითხრა არ მიყურებიაო და როგორ უყურეთ აბაშენ? თქვენ ჩვენი ლაშა გგონია და არა სხვა ლაშა. ვინ არის სხვა ლაშა თეკლა? პატა, აგიხსნე. რა სამიხსნე ერთი წუთი ბატონ ფოდიში თქვენთან რაღაც რა ვინ არის სხვა ლაშა გეკითხები? მე გეტყვი საბა. ვინ არის სხვა ლაშა თეკლა ნერებს? ვინ არის სხვა ლაშა ვინ არის გეკითხები? კარგი, ვაღიარებ არ მიყურები. მიხვდი. არ გიყურები. ეგრეა, ყოჩახ შენ თეკლა როგორ არც ხვედია, შენი უახლოესი მეგობარი გამოდის ტელევიზორში, შენ კიდე არც გიყურებია და არც უყურებ. ყოჩახ შენ უყურებ? ჩემზე ნუგად მოგაქვს საუბარი ძალიან ხო, ჩემზე ნუგად. მე ვერ ხვდები ჩემამდე არ დადის როგორ შეიძლება ამას არ უყურო შენ. ნუ ბაქი ბუქოფ არ ჩემ გინახავს ახლა რა. არ მინახავს ბატონო ფრიდონ, მე მინდოდა ყურება, მაგრამ ტელევიზორი არ მუშაობს, კი არა. სასაფილი. რავი, ნინი უნდა ვნახო, პაემანი გვაქვს და. მაგიტომ ხარ ესე გამომპრანჯული. ხო, იცი როგორ მევასება. პროცედურად მიყვარს. ძლივს დავითანხმე, რომ დღეს შევხვედრილი ყავით რა. აუ, მე კიდე მამა ჩემის კომპიუტერში გერმანული პორნო ვნახე და დისკზე ჩავწერე. გერმანული პორნო? დღეს ღამე მარტო რჩები სახში და მეგონა ჩაუსხდებოდით. ალო, ნინი, ხო, მე ვარ. მაპატიე, არ მცალია, აღარ მცალია, დღეს რაღაც საქმე გამომიჩნდა და ვეღარ შევხვდები. სადიში ბიჭო, მამა ჩემის კომპიუტერში ფოლდერი იყო, რაღაც ბუღალტრული ხარჯ-თაღრიც ხედია. ლადოსაც უთხრათ და ერთად ვუყუროთ. ლადო რა თქვინდა? მაგან ხო იცი გერმანული იცის და რასაც ვერ გავიგებთ, ყველაფერს გადავუთავთ. ხო, მართალი ხარ. თანცი ვინ მონაწილეო? აი ეს გოგო იმ პორნოში იყო. არალეგალი ქალიომ ჩამოდის და საზაზღვრო პოლიცია როიჭერს. აუ, ეგ რა მაგარია. ძალიან მაგარია. კიდე ჩემი. ხო, დედა. კი, მალე ამოვალ. კურსაც ამოვიტან. ხო. წახვედით? ხო. არა, არ ინერვიულო არაფერზე. კაი, მალე ავალ. კაი. ხო. წავედი, ჩქარა სახლი მარტო არის და როდეც დენ არც არაფერი აიღეს, არც შეჭამეს არაფერი. ეს არის. მომხდება
ხო არა აქვს ნეტა. რაიმე ეს რა არის უკაცრავად? არიცით რა არის? რაიმე უკაცრავად. რა არის არიცით ეს? ეს ჩვეულებრივი დისკია. გამოსხივება ხო არ აქვს? არა მგონია. არა? რაიმე ჯამდება მაგათ თავს შევინახავ იქნება. მოაკითხო მე. რა ვიცი ეს ახალგაზრდები რაზე ფიქრობენ? მაგათ ტვინში ჩამახედა რა. სად დავდე? ნიკა ჩქარა დაგაგვიანდება. ვაი, დამაგვიანდება. ნიკა არც ისე ძალიან დაგიგვიანებია ჩქარა. კარგი რა დედა რა, სანამ მე ხელპირს დავიბან, მე ჩავიცვამ, შევჭამ, ცოტას წაუძინებ, აიპედით ვითამაშებ, უფ. რაღაც ექნება სკოლაში წასვლა. ნიკა, დადე გაიპადი და ჩალაგე წიგნები, გაგვიანდება. ელენე, რატომ არ დარეკა მახვიძარა? არ დამიხედებია და როგორ დარეკავდა? ბოდიში. ჩემი ბეჭედი არ გინახავს? არა. ბოდიში. ელენე, მეჩქარება ძალიან სამსახურში და გიხვეწები მაჭამე რამე რა. აი ქათმის ბულიონია და ჭამე. აკა? ელენე, ეს იმდენი ხანია დევს აქ, რომ ქათმის ბულიონი კი არა, სოკოს სუპია უკვე. მაცივარში ვნახავ რამეს. ისე რა არის რა, როგორ არავის არ გაგვეღვიძა, ჰა? როგორ არა, მე გამეგვიძა. ოღონდ იმას ხო არ გეტყვით, დროზე ადაგით სკოლაში მაგვიანდება თქო. არ გვეტყოდი ხო და თუ არ გვეტყოდი, ახლა კარზე ზარია მიდგე გააღე. აუ დედა, ხედავ, აი კიდე ერთი საქმე დამემატა. კარზე ზარია გააღეო, ვერ მოვასწრებ სკოლაში წასვლას. ადექი პო? ავდექი რა, ვერ ხედავ რა ავდექი? რა გჭირს? არაფერი მაპატია შერაშუაში ხარ. რა ვიცი, რაღაც სულელური წიგნი წავიკითხე და მომეშალა და ოჯახია, ახალგაზრდა ოჯახია, წარმოიდგინე ახალგაზრდა ცოლი და ქმარი და ეს ცოლი ამ ქმარს ღალატობს ვიღაცასთან და ეს ქმარი კიდე ვერ ხვდება რა. კარგი, პატა, ესე სისულელეებზე ნუბრაზდები. ხო, რა ვიცი, თეკლა მართალი ხარ ხო, რა ვიცი, მართლა რას მოწევ. ნამდვილი ამბავიაო, ეგრე წერია და რა ვიცი ისე. მოცა რა სისულელეო, რას ქვია, სისულელე თეკლა? სისულელეა, ეხლა ეს ცოლი რო ქმარს ღალატობს და ეს რო ვერ ხვდება, ეგ არის სისულელე? თეკლა რა ხდება თეკლა? პატა კი არა, ერთი შემომხედე შენ რაღაცა ვერ ვცნობ მე. მაკიაჟი გავიკეთე და ეტყობა, იმიტომ ვერ ვცნობ. არა, სერიოზულად გიგიხები შენ რაღაცა ხდება და რაღაცას მიმალავ და რას მიმალავ ძალიან გითხო, მოდი ეხლა დავალაგოთ ყველაფერი. რა ხდება მითხარი? ეჭვიანო, პო, რა საყვარელი ხარ? მე ვარ საყვარელი? აბა ქმარი ვინ არის? გეკითხები მე თუს ქმარი ვინ არის? თეკლა გეკითხები, თეკლა რა ხდება მეთქი მითხარი ახლა რაღაცას მიმალავ შენ. მომისმინე მეორედ ნერვები რომ არ მოგეშალოს, ხალხური ზღაპრები წაიკითხე პაატა. აჰა, პაატა გავხდი ახლა ხო? პაატა გავხდი, არა, ადრე პუს მეძახდი და ახლა პაატა გავხდი, რატომღაც? რაღაცა ხდება, მე შენ გელაპარაკები, თეკლა მითხარი რა ხდება მეთქი გეუბნები. შენი ეჭვიანი პო, მოიცა, პო ხარ თუ ოტელო? თეკლა არ ვიცი, მე ოტელო არ ვიცი, ვიცი ოტელო, მაგრამ ოტელოს ნუ მეძახი ერთი წუთი მომისმინე სერიოზულად. ადრე დღეში 50-ჯერ მაინც მეძახდი პუს. ეხლა დღეს დამიძახე 53-ჯერ. რატომ გეკითხები? იმიტომ რომ ჯერ დილაა პატა, პუ. აჰა, გამოვიდა 50. აჰა, მეხუმრები კიდეც, ხო? მეხუმრები, ხო? შენ ნერვები არ მომიშალე ხლა რაღაცას მიმალავ და გეკითხე მიპასუხე მეთქი. რას მიმალავს? არ ვიცი მე. რაღაცას მიმალავ შენ მე თეკლა და შენ დაიმახსოვრე ერთი რაღაცა რომ პაატა ფერაძეს თვალებში